გამარჯობა, აჭარა თაიმს იწყებს პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას. კადრში თქვენ თვალს ადევნებთ ბათუმში ევროპის მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციას. აქ იკრიბებიან ცხოველთა დამცველები, რიგითი მოქალაქეები, რათა კიდევ ერთხელ გამოხატონ პროტესტი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. საუბარი არის მაგალითად სურსათის ეროვნული სააგენტოს ბოლო პერიოდში განხორციელებულ ქმედებებზე, რომლის თანახმადაც ქუჩაში მიუსაფარ ცხოველებს მასობრივად იჭერენ, გადახავთ თავშესაფარში და ასევე ცხოველთა უფლებადამცველები ირწმუნებიან, რომ ზოგიერთ თავშესაფარში, მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ გორის თავშესაფარი, სადაც სავარაუდოდ ცხოველთა ევთანაზიის პროცესი მიმდინარეობს, რასაც ეწინააღმდეგება საზოგადოების დიდი ნაწილი და მათ მიაჩნიათ, რომ ასეთი არაჰუმანური მეთოდით მიუსაფარი ცხოველების განადგურება ვერ მოიტანს იმ შედეგს, რასაც აპირებს, რომ გააკეთოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ. ქუჩაში გამოვიდნენ ადამიანები კიდევ ერთხელ, რათა გააპროტესტონ ეს გადაწყვეტილებები და აიძულონ სურსათის ეროვნული სააგენტო, რომ შეწყვიტოს ასეთი არაჰუმანური მეთოდებით ბრძოლა მიუსაფარ ცხოველებთან. თქვენ კადრში ხედავთ, აქ იკრიბებიან უკვე ცხოველთა უფლებადამცველები, მათ შორის რიგითი მოქალაქეები და ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ეთერში მოვისმინოთ მათი სათქმელი, რა აქვთ მათ სათქმელი და ვნახოთ, ვის მიმართავენ და რა ტიპის მოთხოვნები გააჩნიათ მათ. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ, გითხარით დღევანდელი აქციის მიზანსა და მოთხოვნებზე. დღევანდელი აქციის მიზანი ის არის, რომ უნდა გაუქმდეს 412 დადგენილების მესამე მუხლის მესამე პუნქტი და ასევე უნდა იყოს ჰუმანურობა და არა ის სადისტობა, რასაც ჩვენ ამ ბოლო 60 დღეში ვუყურებთ. სადიზმის საუბარი ალბათ იმაზე ჯერჯერობით მტკიცება არ არის ოფიციალური, თუმცა არის ძალიან დიდი ეჭვები და ვარაუდები იმის შესახებ, რომ ცხოველთა ევთანაზია ხდება გორის თავშესაფარში, ხო? ასეთი დამთხოვები ნამდვილად არ არსებობს, მაგრამ რაღაცნაირად გვეუბნებიან, რომ დაემთხვა იმ მანქნების შესვლა და იმ კვამლის ამოსვლა, მაგრამ მე როგორც საქართველოს მოქალაქე, ნამდვილად არ მჯერა ამ ინფორმაციის ის რაც თვალებმა დაინახა და ის რაც ფაქტები გვაქვს, ზუსტად იმის მჯერა, რომ ნამდვილად და ეს მხოლოდ დღეს კი არ ხდება, ეს ხდება წლებია, რომ არაჰუმანურად ექცევიან მიუსაფრებს და ყველაზე კარგი იქნება, რომ სახელმწიფომ იზრუნოს მოსახლეობას, რომლებსაც ყავს მიუსაფრები და რომლებზეც ამხელა ჯარიმები გამოწერეს, ჯარიმები გააკეთეს, აი იმ მოსახლეობის აღრიცხვა დაიწყონ და ჩიპირება ძაღლების ეს მილიონები რომ სადღაც მიდის, აი ის მილიონები დაიხარჯოს ზუსტად აი ამის აღწერაში და ამდენი მიუსაფარი არ იქნება ქუჩაში. რას შეიძლება ემსახურებოდეს სურსათის ეროვნული სააგენტოს მოქმედი პოლიტიკა, რაც გააჩნია მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით და რა უნდა გააკეთდეს საუკეთესო შემთხვევაში, თქვენ როგორ ფიქრობთ? საუკეთესო შემთხვევა არის დაეხმარონ ცხოველთ მოყვარულებს, ასევე ორგანიზაციებს, ააშენონ მოყვარულებმა, დამცველებმა პატარ-პატარა თავშესაფრები, როგორი თავშესაფარიც მაქვს. მე, ლაქი სოფელი, იქ არის 200 ძაღლი, სადაც მოდის სურსათის ეროვნული სააგენტო და უკეთებს აცრებს, აი დაეხმაროს ყველა ცხოველ დამცველს სახელმწიფომ რომ ავაშენოთ პატარ-პატარა თავშესაფრები და ზუსტად ეს პრობლემაც მოგვარდება ეტაპობრივად. და პოლიტიკა რაც ახლა აქვს სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რა შეიძლება ემსახურებოდეს? მინდა უთხრა, რომ ბუმერანგის კანონის გჯეროდეთ, ის ისასტიკე, რას ისასტიკესაც თქვენ ჩადიხართ, აუცილებლად დაგიბრუნდებათ ყველას და ამის გეშინოდეთ. სხვა მეტი სათქმელი არ მაქვს და ვერც ვერაფერს დავამატებ. გასაგებია, მადლობა, თქვენ ისმენთ ერთ-ერთი ცხოველთა დამცველის მოსაზრებას, რომელიც აკრიტიკებს სურსათის ეროვნული სააგენტოს პოლიტიკას, რაც აქვს დღეისათვის. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ, გვეტყვით სათქმელს, რა არის თქვენი სათქმელი და როგორ შეაფასებთ სურსათის ეროვნული სააგენტოს დღეს მოქმედ პოლიტიკას, რომელიც კრიტიკის საფუძველი გახდა? ძალიან ცუდად შევაფასებთ. აი ეს არის ყველაზე დიდი ბოროტება, რაც ამ ბოლო პერიოდში მოხდა საქართველოში. აი არანაირი გამართლება არ აქვს და აი არ მინდა
იმ სიტყვებით მოიხსენიო, რასაც ახლა ვფიქრობ, თავ შევიკავებ კიდე აგრესიული კომენტარი. შეიძლება იმსახურებოდეს თუნდაც ვარაუდი იმაზე, რომ ევთანაზია ხდება გორის თავშესაფარში ცხოველების. სადიზმია. ეგ არის სადიზმი. მეტი კომენტარი ამაზე არ შემიძლია რომ გავაკეთო. აი კატასტროფა არ შეიძლება მსგავსი რაღაცა რომ ხდებოდეს. იმდენი საქმე არის მოსაგვარებელი, სხვა რამეს რომ მიხედონ ჯობია. გასაგებია, მადლობა. თქვენ გვეტყვით რამეს, რას ფიქრობთ და რა არის თქვენი მოთხოვნა ამ აქციაზე, სათქმელი რა არის თქვენი? მოთხოვნა პირველ რიგში ის არის, რომ აი ის მუხლია თუ ჩანაწერი, რაც რომ დაემატა ამ ახალ კანონს ცხოველების შესახებ, პირველ რიგში ეგ არის გასაუქმებელი, იმიტომ რომ აი გარიდება ზოგადად აი როგორც იქ წერია, რომ ქალაქის სკოლებიდან, საკვების ობიექტებიდან, საავადმყოფოებიდან ასე შემდეგ მახლობლად რომ არ უნდა იყოს ცხოველი, ანუ ქალაქში ყველგანაა, ყველა ქუჩაზეა ეს ობიექტი. გამოდის რომ მთლიანად ქალაქიდან უნდა გაიყვანონ ეს ცხოველები და არ შეიძლება ეს რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს ცხოველი როცა შეჩვეულია ერთ კონკრეტულ ადგილს, იქ უნდა დააბრუნო. თუ გაიყვან კასტრირება მოხდება თუ რაც დამუშავება, უნდა დააბრუნო ადგილზე. რასაც არ აკეთებენ და ბევრი ფაქტი ამ დღეებში გამოჩნდა, რომ დაფიქსირდა, რომ აი არ აკეთებენ, არ აბრუნებენ ერთია და ვინც რომ თავის ცხოველს ეძებს, იმასაც უმალავენ. შემდეგ აღმოჩნდა, რომ თურმე მათ ყავთ და ფოტოებს რო აჩვენებენ, არა ჩვენთან, მერე გამოჩნდა, რომ საიჭმო გარემოებები არის და მეორე მხრიდან არ არის არანაირი მტკიცება იმისა, რომ თითქოს რა ბრალდებებიც არსებობს საზოგადოებისგან ამის გასაქარწყლებლად. თუნდაც გორის თავშესაფარზე რომ ვთქვათ, ევთანაზიის დიდი ვარაუდი. სასაკმაო ცხოველებს. როგორ შეიძლება რომ თავშესაფარი უწოდო ადგილს, სადაც ცხოველებს ცოცხლად წვავენ? ჩემთვის ძალიან მძიმე იყო. ეხაც მიჭირს მაგაზე საუბარი. ძალიან მძიმე იყო ამ ყველაფრის ყურება, როცა გვიყვარს ჩვენ ეს ცხოველები, ქუჩის ცხოველებს ჩვენ ვაჭმევთ. პატრონობთ ჩვენს რაღაც გარკვეულ თანხას ვანახევრებთ, რომ მათ დავეხმაროთ და საკვები მივაწოდოთ და წამალი მივაწოდოთ და ერთ მშვენიერ დღეს ვუყურებთ, რომ ამ ჩვენ ძლივს მოვლილ ცხოველებს სადღაც მიყავთ და ცოცხლად წვავენ. აი რა კომენტარი უნდა გავაკეთოთ ამ ყველაფერს? გასაგებია, მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის. ასეთი არის აქ შეკრებილი ადამიანების სათქმელი. მარიამ, მოგესალმებით ბოდიში. თუ შეგიძლიათ გითხრათ რა არის თქვენი სათქმელი და ის პოლიტიკა რაც აქვს ოსეთის ეროვნულ სააგენტოს, როგორ ფიქრობთ, რატომ გამოიწვია საზოგადოების დიდი ნაწილის კრიტიკა? ჯერ იმით დავიწყებ, რომ დღეს ასეთ მძიმე სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა მოქალაქემ მოვიხადოთ ჩვენი პასუხისმგებლობა, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და დავიცვათ დაუცველები. ის არსებები, რომლებსაც ხმა არ აქვთ და ჩვენ უნდა ვიყოთ ამ არსებების ხმა. გასაგებია, მადლობა. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით, რა არის თქვენი სათქმელი და როგორ შეაფასებთ ოსეთის ეროვნულ სააგენტოს გადაწყვეტილებებს, რომლის თანახმადაც მასობრივად მიყავთ ქუჩიდან მიუსაფარი ცხოველები? რა თქმა უნდა, უარყოფითად შევაფასებ, იმიტომ რომ ეს არაა გამოსავალი. უნდა მოიძებნოს რაღაცა უფრო ჰუმანური გამოსავალი. დავეხმაროთ ამ მიუსაფარ ძაღლებს. ჯერ ერთი სტერილიზაცია, ვაქცინაცია გაკეთებული აქვს ძაღლებს და არ მგონია, რომ ასეთ გლობალურ საშიშროებას წარმოადგენდეს საზოგადოებისთვის, რომ ამისთვის აუცილებელი იყოს მათი ასე უმოწყალოდ, ხოცვა. გასაგებია, მადლობა. კიდევ ერთი თეონა, მოგესალმებით. გითხარით, აბა როგორ აფასებთ იმ პროცესებს, რასაც ხედავთ საზოგადოების დიდი ნაწილი, თუნდაც ვარაუდი არის იმაზე, რომ ცხოველების ევთანაზია ხდება გორის თავშესაფარში? პირველ რიგში მოგესალმებით, რომ მე უკვე 28 ნოემბრიდან გაცილებით უფრო ადრე დავიწყე, რა თქმა უნდა, პროტესტი, იმიტომ რომ ქართული ოცნების პოლიტიკა არ მომწონს და ეხლა დაემატა კიდევ ცხოველების უფლებები. ანუ ამ შევაფასებდი, რომ ძალიან მრავალფეროვან ხალხს ვხედავ დღეს ისეთ ადამიანებს, რომელიც ბათუმში ერთხელაც კი თვალითაც კი არ მომიკრავს და გონია, რომ რაღაცნაირად ვიღაცებს კიდევ დღემდე ეშინიათ, რომ რაღაც პოლიტიკური კლიშეების მატარებელი უნდა იყოთ და აი ამ პატარა დროშამ, სულხან აი ამ პატარა დროშამ გააღიზიანა, რომ ეს არის აპოლიტიკური აქციაო და მოდითო ნუ დაიჭერთო ამასა და რატო არ უნდა მეკავოს, იმიტომ რომ
აი ნახეთ, როგორ გაღიზიანებულები არიან, სასაცილოა მართლა სატირელი რო არ იყოს, იმიტომ რომ ევროკავშირი ზოგადად ისეთ ცხოველთა უფლებებს ატარებს, რომ აი არც კი დაესიზღვრება საქართველოს და რომელ ცხოველების უფლებაზე არის საუბარი, როდესაც ქართული ოცნების წარმომადგენლებმა აი ფეხებით გადათელეს, ურტყეს და ლამის სიკვდილამდე მიიყვანეს ადამიანები. ანუ არ გვავიწყდება 28 ნოემბერი და არ გვავიწყდება ქართული ოცნების პოლიტიკა, რომელიც დღემდე ძალიან მარაზმს ჩადიან ადამიანების უფლებების მიმართ და ასევე ცხოველების მიმართაც უკვე დაიწყეს ეს ყოველივე. გასაგებია, მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის. ილონა, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით, აბა, რას ფიქრობთ მიუსაფარი ცხოველების მიმართულებით პოლიტიკა რაც არის დღეს, როგორ ფიქრობთ, რამდენად არის ჰუმანური და საუკეთესო შემთხვევაში რა უნდა გაკეთდეს? ძალიან ცუდი ვითარებაა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება სხვა შიდა ქვეყნის პრობლემებთან ერთად. არ ვიცი, ძალიან შემზარავია და დაუჯერებელიც კი არის, რომ აი რაც რა ვიდეოებიც გავრცელდა და რა ინფორმაციებიც დაიწერა, საშინელებაა. ეხლაც ვერ ხვდებიან ადამიანები აქ ყოფები, რომ ესეც პოლიტიკური აქციაა რეალურად, იმიტომ რომ ამ მთავრობის პრობლემაა ესეთი რაღაც რო ხდება. არ ვიცი, ანუ ცოტა მეც გამაღიზიანეს ახლა და ვერ ვლაპარაკობ ნორმალურად. გასაგებია. ასევე იმ ადამიანებსაც ეხებათ ეს, ვინც ესე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული კარგი ჯიშის ძაღლებს ყიდულობენ, მერე ვეღარ უვლიან და გარეთ უშვებენ ქუჩაში. ანუ სათამაშო არ არის ცხოველები, ეს ეხება ნებისმიერ ცხოველს. არა მხოლოდ ძაღლს და კატას მაგალითად. ესეც მინდა ვთქვა. მადლობა. ასეთი არის მოსაზრებები და შეფასებები, რასაც თქვენ ისმენთ ბათუმში, ევროპის მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე. აქ იმყოფებიან როგორც ცხოველთა დამცველები, ასევე რიგითი მოქალაქეები, რომლებიც რუსეთის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებებს ეწინააღმდეგებიან, რომლის თანახმადაც ქუჩაში მასობრივად იჭერენ მიუსაფარ ცხოველებს და გადაჰყავთ თავშესაფრებში იმის მოტივი არის ასეთი, რომ უკეთებენ ვაქცინაციას და შესაბამის პროცედურებს, თუმცა ცხოველთა დამცველებს აქვთ საფუძვლიანი ვარაუდი და ეჭვები იმის შესახებ, რომ თავშესაფრებში ცხოველების ევთანაზია ხდება. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით, თქვენი სათქმელი რა არის და რას ფიქრობთ რუსეთის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც ქუჩაში მასობრივად იჭერენ მიუსაფარ ცხოველებს? იცით რა, მე ძალიან გული მტკივა და ისეთი აღელვებული ვარ, შეიძლება ვიტირო და გთხოვ ძალიან არა ჰუმანური არის ხომ ის? აი პატარა თათები. ეს როგორ არ უნდა შეეცოდოს ადამიანს. თუმცა ხედავთ, რომ საკმაოდ არაჰუმანური მიდგომა არის. რას შეიძლება ემსახურებოდეს თქვენი აზრით ეს ასეთი მეთოდებით ბრძოლა მიუსაფრებზე? არა, ვერ გეტყვით. კეთილი, მადლობა. მოვიცმინოთ სხვების მოსაზრებაც. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით, რას ფიქრობთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე? საუბარი არის მიუსაფრების მასობრივი დაჭერა, თავშესაფრებში გადაყვანა. რა შეიძლება ემსახურებოდეს? ძალიან ცუდი სიტუაციებია ჩემო კარგო. ძალიან ცუდი, აი მეტი რომ არ შეიძლებაოდეს. ეს სუგები, რომლებიც მიყავთ, ყველანი არის მოწესრიგებული, კასტრირებული აცრილები. უბრალოდ სიტყვები აღარ მკმარა. ბუმერანგი დაუტრიალდება ყველას ეს იცოდე. მე თვითონ შემფარებელი ვარ, არ ნიშნავს იმას, რომ ეტირება რა ვთქვა. ეს არის ყველაფერი უკანონო. როგორ შეიძლება უერთგულეს მეგობარს ესეთი რაღაცა გაუკეთონ, მაგენი ვერ ხვდებიან რა ცოდვას ჩადიან. სააგენტომ უარყო ევთანაზია ცხოველების. როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია მათი ეს არგუმენტი? ეგენი ძალიან უგულოები არიან, მაგენს არ უყვართ ცხოველები. ეგენი არიან ყველა ცხოველთ მოძულე. დღეს ცუგები დაწვეს, ხვალ ჩვენ მოგვადგებიან ადამიანებს აი ეგეთი უგულოები. მეტი სათქმელი რა ვიცი. ჩემი სათქმელი ის არის დავიცვათ მხოლოდ და მხოლოდ ცუგები. მიუსაფრები. მიუსაფრების ბედი დავიცვათ ყველამ უნდა. მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის.
მოგესალმებით, გითხარით თქვენი სათქმელი რა არის და სურსეს ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებაზე რას ფიქრობთ? თქვენ რამდენად ჰუმანურია ის მიდგომა, რასაც ირჩევს სახელმწიფო? მოგესალმებით, მე ვარ ცხოველთა მოყვარული ცხოველთა დამცველი ბათუმიდან, ნონა ჯიქია. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ რასაც ჩვენი ახლა სასურსათო პროგრამაში არის დადგენილება, აქ იმიტომ ამდენი ხალხი შეკრებილი, რომ ეს დადგენილების ეს 412 მუხლის მესამე ნაწილი აუცილებლად უნდა იყოს გაუქმებული. იმიტომ რომ იქ წერია, რომ არ უნდა დაბრუნდეს ცხოველები თავიანთ არეალში. არ უნდა იყვნენ ცხოველები რესტორნებთან, კაფეებთან, სამედიცინო დაწესებულებთან, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ეს ჩამოთვლილია ცალ-ცალკე ეს დაწერილი. მე ყოველთვის უსვამ კითხვას და დღესაც ვსვამ, სად უნდა იყვნენ ძაღლები გადაყვანილი. მეგობრები, რომელიც უბრალოდ უფალმა იმისთვის გაჩინა, რომ ადამიანებთან იყვნენ, ესენი უპირებენ ტყეში, ტურებთან და მგლებთან. მოვითხოვთ ამ დადგენილების გაუქმებას. ასევე აუცილებლად უნდა იყოს გაუქმებული მიმკედლებლებს, რომ უკვე ყველა უფლება ჩამოართვეს. ჩამოართვეს ის უფლება, რომ მიმკედლებელმაც რომ დაინახოს, რომ იყავს მისი ძაღლი, არა აქვთ უფლება იმისი, რომ გაუწიონ წინააღმდეგობა. ასევე მოვითხოვთ დადგენილებაში შეიცვალოს, რომ ყველა ცხოველთა მოყვარულს, ყოველთა ცხოველთა დამცველს უნდა კონდეს უფლება შევიდნენ სახელმწიფო თავშესაფრებში. კონდენ უფლება რომ დაათვალიანონ რა ხდება იქ. ეს რამ გამოიწვია ესეთი აჟიოტაჟი, როდესაც ის წამებენ, რომ ვითომ არ დაუწვიათ, არ მომხდარა. ეს იმიტომ გამოიწვია, რომ ჩვენ ცხოველთა მოყვარულები, დამცველები, იქ რომ შევიდეთ, რომ ნახოთ რა ხდება, ხომ არ მოვიგონებთ ამას. სხვათა შორის სერიოზული ბრალდებები ისმის, ვარაუდები, ეჭვები, მაგრამ მეორე მხარე ვერ წარმოადგენს ფაქტებსა და არგუმენტაციას, თუნდაც ვიდეო ჩანაწერის იმიტომ რომ მარტო დავინახეთ, დანახულია ის ფაქტი, რომ შევიდა მანქანები, შეიყვანეს ცხოველები, ნახევარსაათში ჩაირთო ღუმელი და წვა გაგრძელდა დილის 5 საათამდე. და დღეს როგორც ლაპარაკობენ, რომ ვითომ 2 დღის დაგროვილი ყავდათ ცხოველები და იმას წავდნენ, ეს გამორიცხულია. არ არის ეს დაშვებული, ცხოველი თუ კი გარდაიცვალა თავშესაფარში, დილით თუ მოკვდა ცხოველი, 3 საათის განმავლობაში ცხოველი უნდა იყოს აუცილებლად დაკრძალული და დამწვარი, როგორც მაგენი ამბობენ, რომ არ მოხდეს რაღაც ბაქტერიების განვითარება, ეს დეზინფექცია უნდა ჩაუტარდეს იქაურობას, მაგრამ რატომ მანდამაინც უსვამთ კითხვას თუ ესი არის 2 დღის ცხოველები რომ გამოდიან და იძახიან 2 დღის ცხოველები ყავდაო დაგროვებულიო. რატომ ყავდათ ეს 2 დღის ცხოველები დაგროვებული? თუ სუფთები არიან მართლები, რატომ არ უშვებენ ცხოველთა დამცველებს შიგნით? რატომ არ გვანახებენ ვიდეო ჩანაწერებს? იქ აუცილებლად უნდა იყოს ვიდეო კამერები. უნდა იყოს დაფიქსირება, რომელი ძაღლი მოკვდა, რომელი გარდაიცვალა, რომელი მკვდარი აიყვანეს ქუჩიდან. ეს არაფერი ფაქტებს არ გვაწვდია. სანაცვლოდ სახელმწიფომ გააკეთა ის, რომ პროპაგანდის ჩართვა დაიწყო, თუნდაც ის, რომ პროპაგანდისტული მედიები დაჩვენებენ კადრებს, როგორ კპენენ მიუსაფრები ადამიანებს. ან სახელმწიფომ დაგიპირისპირათ უფლებადამცველებს პროპაგანდა. ეს რას ნიშნავს თქვენი? ეს იმას ნიშნავს, რომ ამით უნდა ჩვენ გაგვაჩუმონ, რომ ვითომ თვითონ მართლები არიან. მაგრამ სინამდვილეში ძალიან ბევრი კადრები ამოღებულია ინტერნეტიდან. ძალიან ბევრი კადრები ამოღებულია ინტერნეტიდან, მაგრამ ცხოველთა მოძულებმა, რომელმაც არ იციან ეს კადრები საიდან არის ამოღებული და ისე, რა თქმა უნდა, ეთანხმებიან. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ჩვენ გაგვაჩუმონ, ჩვენ გავჩუმდეთ და ამათმა ამოხოცონ 36,000 ცხოველი ყავთ როგორც პროგრამაში ჩართული, რომ უნდა იყოს ვითომ ვაქცინირებული, კასტრირებული. ჩვენ ვეთანხმებით, არც ერთი ცხოველთა მოყვარული არ არის წინააღმდეგი იმისი, რომ ცხოველი იყოს გადაყვანილი, იყოს ვაქცინირებული, იყოს სტერილიზაცია, იყოს სტანდარტის დაცვით არავინ არ არის წინააღმდეგი, უბრალოდ არაჰუმანურად არ უნდა მოექცეთ ცხოველს. არ უნდა ჰუმანურად არ შეიძლება მოქცევა და ესე განადგურება ცხოველების. გვიმალავენ, კლავენ. აი ეხლა მე წარმოვადგენ კიდევ ერთ ფაქტს, აუცილებლად მინდა ამაზე გავამახვილოთ და ჩვენ ამაზე ალბათ საჩესაც შევიტანთ, უბრალოდ ვერ მოვასწარით. ბათუმი არ არის პროგრამაში ჩასმული. ბათუმი არის ჩასმული 2027 წელში. მაგრამ ძაღლები ქრებიან. გუშინ გაყვანილი იყო ცუგები გონიოდან, გაყვანილი იყო რუსთაველის ქუჩიდან. გზა კვალი ვერსად ვერ მივაკვლიეთ. ვინ გაიყვანა? ბათუმს არ გაუყვანია. ოზურგეთს არ გაუყვანია, სასურსათოს არ გაუყვანია. ვინ გაიყვანა? ჩვენ ახლა გვიჩდება ეჭვი და იმედია ჩვენ მოვიპოვებთ ამ სამხილებს, უკვე მიმართეს სხვას.
დაქირავებული კერძო პირები. ანუ უნიფორმით დადიან მანქანები. დაქირავებული თეთრი მარშრუტკებით დადიან და ხვიკავენ ქუჩებს ბათუმში. ხო, ნუ რა მნიშვნელობა ლურჯი, ნუ დაქირავებული კერძო პირები. ხო, და არ გაატანეს, მაგრამ იმედია, რომ ჩვენ ამასაც მოვიკვლევთ და იქნება ყველაფერი ეს დასურათებული და მტკიცებულების სახით ამას წარუდგენთ, რომ დაქირავებული არიან. ამიტომ ბოლოს ვამბობ, აუცილებლად გაუქმდეს და მოუხმობ მთავრობას, ჩვენც ვართ ამ ქვეყნის მაცხოვრებლები, ამ ქვეყნის მოქალაქეები, რომლებმაც ძალიან ბევრმა ხმა მაგათ მისცეს და იზრუნავენ საქართველოს მომავალზე, ამიტომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ხალხის აზრი. მარტო იმისი, რომ მათ რაც მოუვათ თავში აზრი და გაანადგურონ ცხოველებს, ჩვენ ამის უფლებას არ მოძებნთ. ამას ძალიან დიდი მასშტაბური მოყვება. მე არ ვალავ, ჩვენ გადავეცით, მე გადავეცი პირადად ამერიკის BBC-ში ეს ყველა ინფორმაცია, ყველა სურათები გადაცემული მაქვს, ველოდები პასუხს. იმიტომ რომ მომთხოვეს ყველა ვიდეოები, ყველა სურათები რაც ხდება საქართველოში, ამერიკის ტელევიზიაში. და აუცილებლად ხოთეშორის საერთაშორისო გამოხმაურებაც მოყვა უკვე საქართველოში. მოყვება ძალიან დიდი გამოხმაურება. მე ამას თამამად და ამაყად ვლაპარაკობ, რომ ჩვენ ესე არ დავნებდებით. გასაგები, მადლობა. თქვენც გითხარით, ქალბატონო ლანა, რას ფიქრობთ იმ არახუმანურ ქმედებებზე, რით შეიძლება აიხსნას ეს გადაწყვეტილება, რასაც აკეთებს სურსათის ეროვნული სააგენტო? 412 ხო, 412 მუხლია დადგენილება. მესამე ნაწილი. მოკლედ ეხლა რა არიცით, გამარჯობათ კიდევ ერთხელ მოგესალმებით. რა თქმა უნდა, ძალიან აღელვებული ვარ და ყოველთვის როგორც ყოველთვის ჩართვაში ემოციურად ვარ მეგობრებო, მოგესალმებით ლანა შაშიაშვილი, ბორაბორას ორგანიზატორი, ცხოველთა დამცველი. ისეთ რა არის, სამი თვეა უკვე რო ამძინავს, ისეთ რა უკვე ვეღარ უყრი აზრებს, იმდენი ვისაუბრე ეხლა. რა თქმა უნდა 412 დადგენილება ეს უკვე ამას რო ვითხოვთ და მესამე მუხლი და მესამე ფუთი ეს უკვე დაზეპირებულია ჩვენი ტექსტი, მაგრამ თავარი უმთავრესი რაც არის გენაცვალე ჩვენთვის ეხლა აი რამაც გამოიწვია ძალიან დიდი რეზონანსი, რამაც უკვე აღშფოთება გამოიწვია არა მარტო ჩვენთან საქართველოში საზოგადოებაში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩაება, ხო? ესე იგი ჩაერთო უკაცრავად, ხო? ჩაერთო. თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ, გამიგეთ, როგორ შეიძლება იგივე რაც ნონა ჯიქიამ გითხრათ, ეხლა მე ლაივში მყავდა ეს გამიგეთ, ხო და უკვე ეს თითქოს რაც ესაუბრა. ესე იგი ის რა ქვია, გორთან დაკავშირებით 3 საათზე, როცა ის რა ქვია, ჩვენმა ცხოველთა დამცველმა, ისე ირმა მთიულიშვილმა ჩართო ეს ლაივი, ხო და როცა მე თამასელის ვარაშვილმა პირადში ჩამიგდო ეს ვიდეო ერთი სიტყვით, ხო? 6 საათზე ჩართო გავაკეთე ეგრევე, ხო? თქვენ გეუბნებთ, ეს იყო შოკის მომღრელი, გენაცვალე, შოკის მომღრელი, ეს უნდა იყო არაადამიანი, გამიგეთ, რომ აი ამ ფაქტებს რო უარყოფდნენ, რატომ აი ერთი წუთით მე მეუთხარი ხო უარყოფენ, იმიტომ რომ შესაბამისი მტკიცებულება არა გაქვთ თუ ამბობენ და მიაჩნიათ რომ თქვენი ბრალდებები არის უსაფუძვლო. არა, არანაირი რატომ არის? გონებრივი ეჭვი გვებადება ჩვენ. თუ მართლები არიან, თუ ნამდვილად მართლები არიან, აი რატომ იგივეს ვიტყვი, რაც ნონამ გაუკეთა ციტირება და გაამახვილა ყურადღება, აი რატომ ბაზიდან არ მოაქვთ ამონაწერები 50 ძაღლია თითქმის აქცენტი, ხო? ესე იგი ახალი შეყვანილი იყო თითქმის ზაღლები, ხო? სამ რაღაც იმ ღამეს, ხო? წარმოგიდგენიათ, ხო? და როგორ ეხლა 5 წუთში და 10 წუთში, აი მათი ასე რაღაცნაირად როგორ იცით, ამდენი ზაღლები, ესე იგი გარდაცვლილები შემოვიდენო, გესმით? ასე გეუბნება, ესე იგი მტარი ზაღლები მიუღიათ, გამიგეთ? ეს ხო აბსურდია რა. ეს ხო აბსურდია რა. გასაგებია, მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის. თითო ზაღლის დაძინება, რა თქმა უნდა, თითო ზაღლის დაძინება ჭირდება 20 წუთი. მადლობა. გასაგებია, მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის. თქვენ ისმენთ პირდაპირ ეთერში ცხოველთა უფლებადამცველებისა და რიგითი მოქალაქეების მოსაზრებას, რომლებიც ეწინააღმდეგებიან სახელმწიფოს, კერძოდ სურსათის ეროვნული სააგენტოს ქმედებებსა და პოლიტიკას, რომლის თანახმადაც მიუსაფარი ცხოველები ქუჩიდან მასობრივად მიყავთ თავშესაფრებში. თემურ მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით, თქვენ პოლიტიკურად უნდა შეაფასოთ ცხადია ეს გადაწყვეტილება, რასაც აკეთებს სურსათის ეროვნული სააგენტო, რამაც გამოიწვია საზოგადოების პროტესტი. რასთან გვაქვს საქმე? მადლობა, შევეცდებოდი მერჩივნა, რომ არ ჩაგეწერე, იმიტომ რომ არ მინდა რომ აქ აღქმული იქნას, რომ რამე
რაცა პარტიული ამბავი არის, მაგრამ ნუ არც არ გეტყვი. პარტიული არ არის, თუმცა ცხადია ეს გადაწყვეტილება არის პოლიტიკური, რასაც აკეთებს რუსეთის ეროვნული სააგენტო. რატო აღნიშნე ეს, რომ აქ ბევრი ადამიანისგან მომესმა, რომ აი იცი რა, ჩვენ პოლიტიკაში არ ვერევით, ეს პოლიტიკა არ არის, მხოლოდ თემა ძაღლები არის, აკაცუკებმა არის სარგებლო ამ თემით და რაღაც ეგეთები. ამიტომ არ მინდა რომ ვინმეს რაღაცა ეგრე აღქმული ექნას, მაგრამ მაინც გეტყვით, ხო, ნებისმიერი თემა ამ ქვეყანაში გინდ ცხოველთა უფლებები იყოს, გინდ ადამიანის უფლებები იყოს, გინდ რაღაცა გადამფრენი ფრინველების ტრაქტორის უფლებები იყოს, ყოველთვის იქნება ცუდი, სანამ რუსები და ეს უნიათო დეგენერატები გვაზიან თავზე. ყველაფერი ის, რაც ამ ქვეყანაში ხდება, დაწყებული ცხოველთა უფლებებით დამთავრებული, არ ვიცი მე, ჟანგბადის ხარისხით დიახ, არის პოლიტიკა და სანამ ამას არ გავიაზრებთ ადამიანები, რომ იცი რა, სახელმწიფოს მართავენ იდიოტი ადამიანები, რომლებსაც ძაღლების უფლებები თუ ვერ დაუცვია, კი არა, პირიქით ძაღლების უფლებებს ზღუდავს, რანაირად შეიძლება იმ ადამიანებმა, იმ დეგენერატებმა, იმ ქოცებმა ადამიანებისთვის რაიმე სასიკეთო გააკეთოთ, იმიტომ რომ რა ვიცი, ახლა ყველა ლოგიკით თუ ადამიანი ცხოველის უფლებებს ფეხზე იკიდებს და ანუ იმასაც კი აფუჭებს, რაც რაღაცა არანაირი ლოგიკით არ უნდა აფუჭებდეს, ხო, ალბათ უნდა წარმოიდგინო ამ შემთხვევაში, რომ ადამიანების უფლებებთან მიმართებაში როგორი დამოკიდებულებები ექნებათ. ძალიან ბუნებრივი ამბავი არის ეს, ნებისმიერ თემას, რასაც არ უნდა მოკიდო ხელი, სამედიცინოთი დაწყებული, ცხოველთა უფლებებით გაგრძელებული თუ არ ვიცი მე რაღაცა მშენებლობის რეგულაციებით გაგრძელებული, ყველაფერი ეს ეხება იმ ადამიანებს, ვინც დღეს არიან ხელისუფლებაში და ყველაფერი ამას აფუჭებენ ეგ ხალხს. ნებისმიერი საკითხი პოლიტიკასთან არის ბმაში და ეს გადაწყვეტილებაც არის ცხადია პოლიტიკა, უბრალოდ ადამიანთა ნაწილს ამის გააზრება და დაჯერება უჭირს. კი, ანუ რა ვიცი, ახლა რომ მივდივართ მარკეტში ან ბენზინგასამართ სადგურზე, ჩემთვისაც 3.5 ლიტრის ბენზინი და რა ვიცი, ქოცებისთვისაც 3.5 ლიტრის ბენზინი და ანუ ეს რაღაცა იმიტომ აღნიშნე, რომ აქ ბევრი მომესმა, რომ აი აკაცუკებმა ეს თემა რო არ გამოიყენონ აქ მხოლოდ ცხოველთა უფლებების რაღაცა, ხო, რავი, ანუ თუ მაგდენია არ გესმის, რომ ანუ ლოგიკურად რასაც აპროტესტებენ, ეს არის პოლიტიკასთან დაკავშირებული. ბუნებრივი, ანუ აქ ხო რაღაცა ეს გადაწყვეტილება ხო არ მიუღია არც ჟურნალისტს, არც ქირურგს, არც რაღაცა მეზოვეს, არც მხატვარს და არც ოპოზიციაში მყოფ პოლიტიკოს. ეს გადაწყვეტილება, რამაც ცხოველთა უფლებები გააფუჭა, მიიღო სახელმწიფო ხელისუფლებაში მმართველად მყოფმა მოძალადე რუსულმა რეჟიმმა და რანაირად შეიძლება ეს პოლიტიკა არ იყოს და რანაირად შეიძლება ეს ადამიანს არ გესმოდეს. მარტივი ამბავია, როდესაც ადამიანი ქვეყანას მართავს, აბსოლუტურად ყველაფერი ზებრა გადასასვლელი დაწყებული, არ ვიცი მე, რაღაცა ნებისმიერი რაღაცით გაგრძელებული, ყველაფერი არის იმ ხელისუფლების ბრალი და იმ ხელისუფლების პრეროგატივა, რომელიც მართავს დღეს ხელისუფლებას და ყველაფერი ის, რაც ცუდი და მათ შორის კარგიც თუნდაც თუ რამე ხდება, არის დიახ, ხელისუფლების მიერ დაორგანიზებული, დაკანონებული და შექმნილი ამბავი. მადლობა, თემურ. ასეთი იყო პოლიტიკური შეფასება თემურ გორგანიძისგან. საპროტესტო აქცია გრძელდება ბათუმში, ევროპის მოედანზე. თქვენ კადრში ხედავთ ცხოველთა უფლება დამცველებსა და რიგით მოქალაქეებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან მიუსაფარი ცხოველების მიმართ არაჰუმანურ მოპყრობას. ბელა, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ, გვეტყვით კეთილი სხვების მოსაზრება მოვისმინოთ. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ, გითხარით რა არის თქვენი სათქმელი და როგორ შეაფასებთ ცხოველების მიმართ დამოკიდებულებას, რასაც იჩენს რუსეთის ეროვნული სააგენტო. სამწუხაროდ უნდა აღვნიშნო, რომ ესე იგი ბოლო ეხა 26-ის არ ვიცი, მაგრამ მაინტერესებდა და ვნახე 2025 წლის სტატისტიკური მონაცემები მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის შესახებ და რა ვიცი, ლამის მართლა საქართველოს მოსახლეობის 1/4-ს უტოლდება მგონი, 350,000 მიუსაფარი ცხოველია. ჯერთი დავიწყოთ იქედან, რომ ეს ზოგადად მიუსაფარი ცხოველების მიმართ რაღაცა პოლიტიკა აქამდეც უნდა გატარებულიყო. მივესალმებით ყველანაირად სტერილიზაციას, კასტრაციას, ვაქცინაციას ამის გარეშე არ არსებობს ამ ესე იგი პრობლემის მოგვარება, რა თქმა უნდა, მაგრამ ეხლა იცით რა არის, ძალიან ბევრი შეკითხვის ნიშანს ბადებს ის განკარგულება, რომელიც გამოსცა მთავრობამ და შემდეგ აღასრულებს უკვე სესი, ასე ვთქვათ, და ძირითადი სამიზნე ჩვენი პროტესტის ეს არის 412 განკარგულების
მესამე მუხლის მესამე პუნქტი, რაც გულისხმობს თითქმის, აი როგორ გითხრათ, урბანული დასახლება, სადაც ეს არ აქვს მნიშვნელობა ქალაქია თუ სოფელია თუ დაბა თუ მუნიციპალური ცენტრია, იცით რომ ყველგან არის დღეს უკვე სათამაშო მოედნები მინიმუმ, საცხობი მინიმუმ, რაღაც აფთიაქი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და სწორედ აი ჩანაწერის მიხედვით არ უნდა მოხდეს ცხოველის დაბრუნება, ანუ იმ ადგილას, სადაც იყო, ну, სადაც მიკედლებული იყო, სადაც ცხოვრობდა და სადაც ქონდა თავშესაფარი. შემდეგ უნდა არ ვიცი, გადასვან, სადღაც გარემოს დაუბრუნონ, არ არის გაწერილი რა არის ეს გარემო, რამდენი კილომეტრით არის მოშორებული ამ დასახლებულ პუნქტებს, როგორ უნდა იცხოვრო ზაღლმა. ზაღლი ხო შინაური ცხოველია რა, ამის განმარტება ხო არ გვჭირდება დღეს. ზაღლი არ არის მტაცებელი, ზაღლი არ არის ბალახის ჭამელი ცხოველი, რომ რაღაცა ადამიანის გარეშე მოახერხოს გადარჩენა. ამიტომ ნაგავსაყრელებსა და ავტობანებზე ტოვებენ ტყეში, ხო, ეგ საკმაოდ არახუმანური მიდგომა. ეს მაგაშია და კი ბატონო, შემდეგ ხდება უკვე ზაღლი დაავადებები, ცოფის რისკი მაღალი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ესე იგი, ჩვენი მოთხოვნა პირველ რიგში ის არის, რომ ეს ჩანაწერი გაუქმდეს აუცილებლად ამ განკარგულებაში, შეიცვალოს და ეს სამართლებრივად დამტკიცეს და არა მხოლოდ სიტყვიერი, ასე ვთქვათ, შეთანხმებით, რომ კი დავაბრუნეთ, არა. სამართლებრივი ძალა რო კონდეს, ამას ეს ჩანაწერი აღარ იკითხებოდეს ამ კანონში და გარდა ამისა, ჩვენ გვინდა რომ რაღაცა ჩვენი ჩართულობაც იყოს, ღიაობა იყოს, ასე ვთქვათ და გამჭვირვალობა იყოს და საჯაროობა იყოს ამ პროცესის. ანუ ეს რას გულისხმობს? როდესაც მე რიგით მოქალაქეს ან სხოლთა დამცველს, რომელსაც არანაირი პოლიტიკური პრეფერენციები არ მაქვს, არ ვეკუთვნი არც ერთ პოლიტიკურ დაჯგუფებას თუ პარტიას და ასე შემდეგ. მე რომელიც ვარ რიგითი სხოლთ მოყვარული, მიჩნდება შეკითხვები, ხო? ამ შეკითხვებზე მივიღო დოკუმენტური პასუხი. ისე კი არა, რომ ვთქვათ, ტელევიზიით ვიღაცა მითხრას, რომ არა, იქ არანაირი დანაშაული არ იკვეთება, ყველაფერი კანონის ფარგლებში განხორციელდა და მოხდა. ეს არ გვაკმაყოფილებს, ჩვენ გვინდა იმ შეკითხვებზე პასუხის გაცემა, რომელიც საფუძვლიან ეჭვს ბადებს, ეს შეეხება გორის თემას და ეს შეეხება იმ ძაღლების თემას, რომელიც არ არის მიკედლებული და რომელსაც ვერ გავეკიდებით ტელეფონ მომარჯვებული. რა ბედი ეწევა ამ ძაღლებს? ჩვენ დიახ. გასაგებია, თქვენ ახსენეთ პოლიტიკას, სხვათა შორის და აქ საპროტესტო აქციაზე ცხოველთა უფლებადამცველების ნაწილი ფიქრობს, რომ უბრალოდ ამბობენ, რომ აპოლიტიკურები არიან, პოლიტიკა კავშირში არა, მაგრამ რეალურად ხომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება არის? ამის გააზრება რატომ უჭირს საზოგადოებას? ეს ხომ რიგით მოქალაქეს ეს გადაწყვეტილება არ მიუღია ის, რომ თუნდაც მასობრივად აიყვანონ მიუსაფარი ცხოველები ქუჩიდან, თავშესაფარში შესაძლო კრემაცია მოხდა ამ ცხოველების. ეს ხომ პოლიტიკოსებმა გადაწყვიტეს და პოლიტიკის შედეგი არის. ამაზე რატომ უფრთხიან თქვენი აზრით ცხოველთა უფლებადამცველები ამაზე საუბარს? ჩემი აზრით, ეხა გეტყვით, საერთოდ ზოგადად ძაღლის სიყვარული იმდენად რაც აპოლიტიკურია მართლა, ეხა რა ვიცი როგორ გითხრათ, ეხა ძაღლი უყვარს ქოცსაც, ძაღლი უყვარს ნაცსაც, ძაღლი უყვარს ლელოს. ამაზე საუბარი არ არის. გადაწყვეტილება ვინც მიიღო, ვინ მიიღო გადაწყვეტილება? რომ ცხოველები თუნდაც დაეძინებინათ, მოეშორებინათ ქუჩებიდან. გადაწყვეტილება ის, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრი აწერს ამას ხელს, მაგრამ მე მომბობ ჩემი მხრიდან რატო ერიდებიან ზოგადად აი თუნდაც აქციაზე მყოფი ადამიანები ამის, ასე ვთქვათ, რაღაცა დისტანცირებას პოლიტიკისგან. ისეთ რა არის, როდესაც ჩვენ გვინდა პასუხების მოთხოვნა, როდესაც ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ უფრო თანმიმდევრულები და რაღაცა ეს ჩვენი მხრიდანაც იყოს რაღაცა ის ღიაობა, ხო? აი გვაინტერესებს, გვადარდებს ცხოველების ბედი. ეხლა როდესაც პოლიტიკოსი გამოდის და პირდაპირ მეუნება, მაგალითად მე, რომელიც ასე ვთქვათ, შუაშისტი ვარ, მოდი ასე ვთქვათ, არც იქეთა ვარ, არც აქეთა ვარ, ხო? ესეთი ადამიანი ძალიან ბევრია სხვათა შორის საქართველოში და აი მაგალითად, როდესაც მეუნები და თავიდანვე მაყენებ ისეთ პოზიციაში, რომ მე თავი უნდა ვიგრძნო რაღაცა დაკომპლექსებულად იმის გამო, რომ აი შენ ხარ ვიღაცა მაგაგდო, მოდი ასე ვთქვათ, პოლიტიკურად და შენ ის გიყენებს ამისთვის. არა, ეს გადაწყვეტილება ასეთი სიმკაცრე ჩვენი ოთხფეხა მეგობრების მიმართ გადაწყვდა ასე ვთქვათ ეს მათრახის მოქნება შეეხო ყველას. ნებისმიერი პოლიტიკური გემოვნების ადამიანს კი და კომპლექსი ახსენეთ და ეს კომპლექსი გააჩინა ალბათ პროპაგანდამ, ხომ რომ ადამიანები პოლიტიკაზე საუბარს ერიდებიან.
მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება არის პოლიტიკური, ადამიანები ამბობენ, რომ პოლიტიკასთან კავშირში არ არის. ეს კომპლექსი გააჩინა პროპაგანდამ. არის რატო იცით? აი ადამიანს შენ გინდა ვიღაცასთან დალაპარაკება, რაღაც აი თუნდაც რაღაცა ისაუბრო სხვადასხვა თემებზე, ანუ თუნდაც კონფრონტაციაში ხარ. როდესაც ადამიანი წინასწარ გაკრავს კლიშეს, რომ შენ ხარ ეს და უკვე რაც შექმნილი წინასწარი შთაბეჭდილება აქვს მას, რომ შენ ეს ამას წარმოადგენ. მე ცოტა რთულია, თუნდაც მისი მხრიდანაც ესე რაღაც კომპრომისზე წასვლა კომპრომისზე, რაღაც ბალანსის გამონახვა გესმი ძალიან რთულია. იმიტომ თავიდანვე გეუბნება, რომ შენ ხარ პოლიტიკურად ანგარიჟებული. ეს არის პროპაგანდის სამიზნე და შესაძლოა ნებისმიერ ადამიანს აქვს ქალბატონო უფლება, რომ კონდეს თავისი პოლიტიკური გემოვნება. ზოგადად ცხადი კონდეს, ზოგადად შეფარული და ასე შემდეგ. მაგრამ ამაზე საუბარი ხომ არ უნდა იყოს სირთულე. არ უნდა იყოს, მე ვფიქრობ და მე პირადად ახლა დავაფიქსირე ჩემი აზრი, როგორც გითხარით და ხათაშორის მე სამეგობროში მყავს, ვთქვათ, ოპოზიციურად განწყობილები, სამეგობროში ასე მყავს მთავრობის, ვთქვათ, მომხრეების, არ მოეწონათ სიმართლე. ეს რაღაც წითელი ხაზივით დარჩა ეს ცხოველების თემა და თანხმდება იმასზე, რომ ნებისმიერი პოლიტიკური გემოვნების ადამიანი ეწინააღმდეგება იმ გადაწყვეტილებას, რასაც ხედავს საზოგადოება ბოლო პერიოდში. ბოლოს მინდა შემიფასოთ ასევე პროპაგანდა, რომელიც თქვენ წინააღმდეგ ჩაირთოთ, ცხოველთა მოყვარულების წინააღმდეგ. სახელისუფლებო არხები, პროპაგანდისტული არხები აქვეყნებენ ვიდეო კადრებს, სადაც ცხოველები ადამიანებს კბენენ. ეს რამდენად სწორი არის და რატომ დაიწყო სახელმწიფომ თქვენი გაშავება ამ ფორმით, როგორ ფიქრობთ? ნუ, რა ვიცი, ძალიან მარტივი, ასე ვთქვათ, ლოგიკა აქვს, იმიტომ რომ წინასწარ რაღაც ისეთ მდგომარეობაში ჩააყენო მოწინააღმდეგე, რომ აი უკვე დანაშაულის, აი საზოგადოებაში შექმნა აზრი, რომ აი ეს არის დამნაშავე, ეს არის მატყუარა, ეს არის ადამიანი, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია იმის გამო, რომ რაღაც შეკითხვები გაუჩნდა, რაღაცას არასწორად და ისეთ რა სულ არ არის სირცხვილი. მთავრობა, რომელიც დათმობაზე მიდის თავის ამორჩეულთა და მოსახლეობასთან, ეს არ არის სირცხვილი, ეს არის პირიქით უდიდესი პლუსი და თუ კი ჩვენ მოგვისმენ და მოახერხებენ იმას, რომ აი ეს მიუსაფარი ცხოველების თემა პირიქით მოაგვარონ ის, რომ ჩვენ დაგვაკმაყოფილოთ, ეს იქნება მაგათვის მე ვფიქრობ პირიქით ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ბონუსი და პლუსი, რა ვიცი. მაშინ ასე გკითხავდით, რატომ ვერ მოაგვარეს ეს პრობლემა 14 წლის განმავლობაში, თუნდაც ბათუმის მაგალითზე რომ ვთქვათ, არაერთხელ დაანონსდა, კი, როდის ეღირსება აჭარას ცხოველთა თავშესაფარი და რატომ ვერ ეღირსა თქვენი აზრი? ვაიმე, ჩემი აზრი ხა მაგასთან დაკავშირებით არ ვიცი, ძალიან რთული გასაგები არ ვიცი, რატომ ვერ ეღირსა მე რა ვიცი, რამდენ მე შევწყვიტე სხვათა შორის დათვლა, რა ვიცი, მინიმუმ 3ჯერ მგონი იყო დაპირება, იყო ეს პროექტი. დაპირებაც ახლა და აღმოჩნდა, რომ სადაც აპირებენ ის გეოლოგიურად არამდგრადი ტერიტორია არის. დიახ, გრუნტი დაიწუნეს და ასე შემდეგ და მე მგონი ამ 13 წლის განმავლობაში თუ მე 14 წელი თუ არ ვიცი ახლა ზუსტად, კი, ნამდვილად იყო შესაძლებელი, რომ ბათუმს და აჭარას ზოგადად ქონოდა გამართული ყველანაირად ტექნიკურად აღჭურვილი ინფრასტრუქტურა, ყველანაირად, აი რა ვიცი, თანამედროვე თავშესაფარი, მუნიციპალური თავშესაფარი. ეხლა ამ კითხვაზე თავად გაგვცემ პასუხი, რატო ვერ მოახერხეს, მართლა გრუნტში ხო არ არის საქმე არა, ახლა გრუნტი მართლა სასაცილო, ეგერ ზღვისპირა ზოლში დგამენ ლამის სათამბჯენებს, ახლა გრუნტზე თუ მიდგა ლაპარაკი, ხო, ეგეც პროექტი დაანონსდა, მივიდა იქ სამშენებლო მოედანი, დაიწყო სამუშაოები და შემდგომ აღმოჩნდა, ანუ წინასწარ არ იყო ნაფიქრი და შესწავლილი გრუნტი. პროექტი როცა მტკიცდება, მე ასე ვიცი, რომ იქ უკვე ყველაფერი გაწერილია, ყველაფერი შესწავლილია და რა ვიცი, ეს პრობლემა არ უნდა ყოფილიყო. შემდეგ ასე აღმოჩნდა. შეიძლება არაკომპეტენტურობა, ეს ძალიან ბევრ რაღაცას უსვამს ხაზს, ზოგადად დამოკიდებულებას, იცი და რა ვიცი, მე მგონი ამდენი ხანი კი უნდა შეესწავლა ხელისუფლებას და მთავრობას, რომ ხალხს მართლაც სოციალური პრობლემები უნდა მოუგვაროს. მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის, საკმაოდ ვრცლად ვისაუბრეთ მიუსაფარი ცხოველების ბედსა და საჭიროებებზე. თქვენ პირდაპირ ეთერში ისმენდით აქ შეკრებილი ადამიანების სათქმელსა და მოსაზრებებს, ისინი ეწინააღმდეგებიან სურსათის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც მიუსაფარი ცხოველები მასობრივად მიიღავთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიდან და
თავშესაფრებში ასევე არის ვარაუდი იმის შესახებ, რომ ხდება ცხოველების ევთანაზია, რასაც საზოგადოებაში მოყვა მწვავე კრიტიკა. ჯერჯერობით ოფიციალური დასტური არ არის, ისმის სერიოზული ბრალდებები, თუმცა სახელმწიფომ დღემდე ვერ წარმოადგინა არგუმენტი და მტკიცებულება იმისა, რომ ნამდვილად არ ხდება ცხოველების ევთანაზია გორის თავშესაფარში. ასეთი იყო მოსაზრებები, რასაც ისმენდით ევროპის მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციიდან, სხვათა შორის აქ ითქვა ისიც და კიდევ ერთხელ შეახსენეს ქართულ ოცნებას, რომ დაპირება, რომელიც 14 წელია შეუსრულებელი არის მუნიციპალური თავშესაფრისა, დღემდე არ აქვს საზოგადოებას ოფიციალური პასუხი იმის შესახებ, თუ როდის დაიწყება თავშესაფრის მშენებლობა აჭარაში. რამდენიმე თვის წინ დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები, პროექტიც დამტკიცდა, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ტერიტორია, სადაც თავშესაფრის მშენებლობა იგეგმებოდა, გეოლოგიურად არამდგრადია, გრუნტი დამატებით შესწავლას საჭიროებს და სწორედ ამიტომ შეჩერდა თავშესაფრის მშენებლობა. მადლობა, რომ გვენდობით, მადლობა, რომ გვიყურებთ. ასეთი იყო აჭარა თაიმსის პირდაპირ ეთერი და მოსაზრებები, რასაც ისმენდით თქვენ პირდაპირ ეთერში, ჩვენ ცხადია, მოვლენებს ვაკვირდებით, მიუსაფარი ცხოველების კეთილდღეობა ჩვენი პრიორიტეტი არის, ჩვენ მუდმივად ვაშუქებთ მიუსაფარი ცხოველების საჭიროებებს და მათი უფლებადამცველების მოსაზრებებს და ასე გაგრძელდება სამომავლოდაც. თქვენ კი მოგიწოდებთ გააზიარეთ პირდაპირ ეთერი, რათა უფრო მეტ ადამიანს ჰქონდეს წვდომა იმის შესახებ, რომ გაიგოს რა ხდება რეალურად მის გარშემო. კიდევ ერთხელ მადლობა და გემშვიდობებით.